ბათუმში სასტუმრო შერატონის წინ გასულ ღამეს მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს. ჟურნალისტების თქმით, მაშინ როცა ჟურნალისტი მზია ამაღლობელის ცილის გაწვნის გამო ციხეში ზის, ივანიშვილის მოძალადე დეპუტატები არ არიან დაკავებულები. ისინი თავდამსხმელების დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. ასევე ჟურნალისტების მთავარი მოთხოვნა უცვლელია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის ტყვეობიდან გათავისუფლება. მაშინ როდესაც მზია ამაღლობელს წაუყენეს ბრალი პოლიციელ გებოაძისთვის სილის არტყმაზე, ხალხო სილა გაარტყა სახეში, იმიტომ რომ შეურაცხყოფდა და ამცირებდა და დატოვეს პატიმრობაში და ეს მოძალადეები წუხენ აქ ვისაც ადამიანებს დაუტეხეს სახე ცხვირპირი დაასისხლიანეს უსასტიკესი ძალადობა იყო მაწაშალეს კვალი ნახევარი წუთის სავალზეა შერატონიდან პოლიციის სამმართველო და პოლიცია თითქმის 40 წუთი მოუნდა აქ მოსვლას და მოსულების დაბნეულები იყვნენ არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ იმიტომ რომ მათთვის უკვე ცნობილი იყო რომ არალეგიტიმური პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ თავდასხმაში დაზუსტებით ვიცით დიმიტრი სამხარაძე აჭარის მინისტრის მოადგილე ფინანსთა და ეკონომიკის მანუელიძე და აქვე რამდენჯერმე ითქვა ასევე არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე შერატონის მენეჯმენტის პასუხისმგებლობა ის რომ მათმა დიასახლისმა პოლიციის მოსვლამდე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სავარაუდოდ მენეჯმენტის დავალებით გაანადგურა და წაშალა. კერძოდ მთლიანად მოწმინდეს ის დაღვრილი სისხლი, აალაგის დამტროული ნივთები და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა პოლიცია. ჩვენ ვხედავთ ორ რეალობას ქვეყანაში. ერთხელ ეს არის ივანიშვილი თავისი ხელისბიჭებით, რომელიც ვიწრო ჯგუფი ცდილობს დანარჩენ საქართველოზე იძალადოს. აქეთ ხარებს ხედავთ ღია, ლახ, დემოკრატიულ საზოგადოების წარმომადგენელს. იმდროს, როდესაც ზვიადი ჩვენი კოლეგა მეგობარი ჩამოსული იყო ჩვენთან ერთად, თქვენთან ერთად მზია ამაღლობელის ხარდასაჭერად და ყველა პოლიტპატიმრის ხარდასაჭერად, მოხდა ეს ლაჩრული თავდასხმა. რა თქმა უნდა, ზვიადის ეს არაფერი არ დააკნინებს, პირიქით უფრო ძლიერია და უფრო მეტი ენერგიით, მეტი ძალისხმევით დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას, ქვეყნის ევროპულ მომავალს, მზია ამაღლობელს და ყველა პოლიტპატიმრს.